ბოლო 3 წელი ჩემ კარიერაში ყველაზე მეტად გამიჭირდა. ვეღარ ვიყავი ის, რაც ვიყავი 2023 წლის სოფლის ჩემპიონატის შემდეგ, იმიტომ რომ კი ერთი კუთხით ის 30-31 წელი არ არის დიდი ასაკი, მაგრამ სპორტსმენი უკვე ესე ვთქვათ განიცდის ცვლილებას, მისი ორგანიზმი გადატვირთულია ასე შემდეგ და უკვე ტრამვებიც ბევრი ახლავს რა ამ კუთხით და ძალიან ბევრი მიჭირდა პირადად. მე ყველაფერი ერთად, ხო იცი, აი 7-8 წელი ისე გავიდა ნაკრებში ყოფნის პერიოდი, რომ არ ქონდა ესეთი სერიოზული ტრანვა არასდროს და ბოლოს ყველა ტრანვა ერთად აირს მოვირჩენდი მეორე მემართებოდა, მეორეს მოვირჩენდი მესამე შემდეგ და ძალიან მიჭირდა უკვე ბოლო პერიოდში, მაგრამ როდესაც უკვე ჩამოვიდოდი ფიცარნაგიდან გამარჯვებული და საქართველოს ჰიმნი და დროშა საქართველოს ჰიმნი აღჭირდებოდა დროშა პირველ ადგილზე იყო და აფრიალდებოდა, აი მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი და ყველაფერი მოვიწყდებოდა ის ტკივილი, ის გავლილი გზა რაც იყო, მინდოდა რომ თავიდან დამეწყო ისევ ის ყველაფერი და ახალი გამარჯვებისთვის მივეღწე. წელიწადში 11 თვე მიწოდა სულ შეკრებაზე ყოფნა სპორტულ კარიერის პერიოდში და ფაქტობრივად მოწყვეტილი ვიყავი ჩემს ოჯახში, მეუღლეს, შვილებს და ეს იყო ძალიან რთული ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, როდესაც სამი ბავშვი სახში გელოდება და გენატრება მით უმეტეს და არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ შესაძლებელია, რომ თვეში ერთხელ ჩახვიდე ოჯახში, რამე გაჩერდა 1-2 დღე, შემდეგ ისევ უკვე წახვიდე და ფსიქოლოგიურად ბოლოს ძალიან მიჭირდა და ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო ჩემი სპორტული კარიერის რთული პერიოდები მქონდა ბოლო პერიოდს გულისხმობ ბოლო ოლიმპიადას, იმიტომ რომ ნამდვილად მიჭირდა უკვე ფსიქოლოგიურად ყველაზე მეტად გამიჭირდა მაგ პერიოდში და ეს მონატრება იყო თავარი მიზეზი ამ ყველაფრის რა და შემდეგ უკვე როდესაც სპორტში ხარ და რაღაც ტრანვების გაქვს, მე უკვე ყველაფერი ფსიქოლოგიაზე გადის და ასე გინდა რომ სადაც კარგად იგზავ, ყველაზე კარგად იგზავ თავს იქ იყო შენს და არ ქონდა ხოლმე ამის ფუფუნება და როდესაც სპორტს მომიწია თავის დანებება და დასრულდა ჩემი სპორტული კარიერა, გადავედია ახალ საფეხურზე, ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ბავშვებსაც კი უთქვამს, რომ მამა სპორტში რო იყავიო, მაშინაც არ მოდიოდი ხოლმე სახლშიო, მაგრამ დილით მაინც ვახერხებ ხოლმე სანამ სკოლაში სწავლობ ბავშვებს ნახვას. ხშირ შემთხვევაში შეიძლება დღის განმავლობაში საერთოდ ვერ ვნახო ხოლმე და მძინარ ბავშვებთან მივიდე ხოლმე სახლში, მაგრამ ესეც ბედნიერს ხვდის გავლილი 15 წელს მაინც ვიტყოდი 15 წლის განმავლობაში სულ საქართველოს ძალოსნობის ნაკრების წევრი ვიყავი, შემდეგ როდესაც სადღაც 8 წლის უკან დავოჯახდი, არ მქონდა ეს ფუფუნება, რომ აღნიშნავ პატარა მომენტსაც, რომ ქორწილის წინა დღეს ჩამოვედი შეკრებიდან და მეორე დღეს უკვე ქორწილი მქონდა მე და ჩემი მეუღლეს და რთული პერიოდი იყო, მაგრამ 8 წელი რაც დაოჯახებულები ვართ, 9 წელი დაიწყო და ფაქტიურად ის ყველაზე რთული გზა რა თქმა უნდა, მისი მშობლები, ჩემი მშობლები ყველა რა თქმა უნდა გვერდით ვედგნა ამ პერიოდში მეც ჩემს მეუღლესაც, მაგრამ მაინც თავარი ძალა იყო ჩემი მეუღლე, ჩემი შვილების გაზრდაში და ის მეხმარებოდა და მიწყობდა ხელს ამ ყველაფერში, რომ არ იგრძნოთ მათ უჩემობა და არასდროს არ მიგვიძნა ამ ხნის განმავლობაში, რომ ისინი ჩემს გარეშე არიან რაღაც უჭირთ ასე შემდეგ, იმიტომ რომ ის მაქსიმალურად ჩართული იყო ჩვენი შვილების გაზრდაში და დღემდე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს აგრძელებს და ვთვლი რომ ყველაზე მეტად ამ პერიოდში მისი გვერდით დგომა დამეხმარა, ვინაიდან როდესაც სახლში ყავს 3 ქალიშვილი, 3 პატარა, მაშინ ალბათ ეს პერიოდი არის რა, რომ ყველაზე მეტად სჭირდება მათ მშობელის სითბო და სიყვარული და ამ ყველაფერს ძალიან მეხმარებოდა. ბევრჯერ შეკრებაზე სადაც ვიყავით ხოლმე საქართველოს, როდესაც ვიყოფებოდით ხოლმე შეკრებებზე, ამოსულან ჩემთან ერთად არა სხვა სასტუმროში აუცილებლად, იმიტომ რომ ისიც კარგად იცოდა დასვენების პერიოდები მქონდა ხოლმე რთული ვარჯიშების შემდეგ და გვერდზე სანამ სასტუმროში იყვნენ ხოლმე ჩემს გვერდით და ესეც მატანინებდა ხოლმე ამ პერიოდს. და დღეს ვაგრძელებ სპორტში მოღვაწეობას, ოღონდ ვაგრძელებ სხვა კუთხით. დღეს ვარ ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი და ჩემი ყველაზე დიდი სურვილი არის, რომ ამ 4 წლის განმავლობაში საუკეთესო ძალოსნები აღუზარდოთ ჩვენ საქართველოს და არანაკლები შედეგი გააკეთეს და მე ამაყება, რომ დღეს ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა გვესდება და დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე წელში ეს სპორტსმენები და ჩვენი ახალგაზრდები თავის ათქვილს იტყვიან. დიდებში ამ ეტაპზე გვიჭირს შედეგის, ესე ვთქვათ,
დაფიქსირება, საუკეთესო შედეგების დაფიქსირება რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრჯერ მithქვავს ჩემი კარიერის მიწურულსაც, რომ გვესდება ესეთი თაობა, რომელიც ღირსეულად ჩაგვანაცვლებს და აუცილებლად ძალიან დიდ სიხარულს მოუტანს ჩვენ საქართველოს. ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ სასიკეთო და კარგ საქმეს გავაკეთებ ამ პოზიციიდანაც.